გამარჯობა, მე ნატა მახვილაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული. არსებობს საკუთარი ქვეყნის სამსახურში მდგომი, ქვეყნის ინტერესებით მოქმედი, მისი ჭირვარავის მტვირთველი პატრიოტი და არსებობს უცხო ქვეყნის ინტერესებით შეგნებულად თუ შეუგნებლად მოქმედი, მათი დროშების ქვეშ მდგომი, უცხო გავლენით მოხიბლული პროტესტანტი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს და აქვეყნებს ილია მეორეს 2004 წლის ინტერვიუს, სადაც უწმინდესი საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პატრიარქი ლაპარაკობს იმ გარე ძალებზე, რომელთაც არ სურთ ძლიერი ეკლესია საქართველოში. არ სურთ ეკლესია, რომელიც აერთიანებს ერს, იცავს მის იდენტობას, ამაგრებს მის სულიერ საძირკველს. ბოლო დღეების პროცესებმა აჩვენა, რომ არსებობს ერთი მხარე, რომლისთვისაც ტრადიციების სარწმუნოება ეკლესია და სახელმწიფოებრივი ღირებულებები ცენტრალურ მნიშვნელობას ატარებს და მეორე შედარებით მცირე, თუმცა აქტიური ჯგუფი, რომელიც ამ ფასეულობებს ღიად უპირისპირდება. სწორედ ამ დაპირისპირების ფონზე აქტიურდება ნარატივი, რომლის მიხედვითაც ეკლესია იქცა ერთგვარ სამიზნედ. საქმე ეხება არა ერთჯერად კრიტიკას, არამედ პროცესს, რომელსაც თან ახლავს თანმიმდევრული გზავნილები, პერსონალური თავდასხმები და დეზინფორმაციის ელემენტებიც. განსაკუთრებით გამოკვეთილია სასულიერო პირების, მათ შორის მაღალი იერარქების მიმართ ბრალდებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება, თუმცა მაინც ქმნის საზოგადოებაში ეჭვისა და დაპირისპირების განცდას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კამპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული პირების კრიტიკით. ხშირად აქცენტი გადადის მთლიან ინსტიტუციაზე, ეკლესიაზე, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ საყრდენზე. ვის სურს საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური რეალობის შექმნა და ვინ არის მიზანმიმართული კამპანიის დამკვეთი, რომელიც ეკლესიის ავტორიტეტის შერყევას ემსახურება. ამ და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმრებთან, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან გიორგი გაბუნიასთან და ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკურ მდივანთან ბიძინა გიორგოვიანთან ერთად. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, გიორგი გაბუნია გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ გამონახეთ დრო და დატვირთული დღის მიუხედავად მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ილია მეორეს 2004 წლის ინტერვიუ, სადაც უწმინდესი საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორც თავად პაპუაშვილი აღნიშნავს, პატრიარქი საუბრობს იმ გარე ძალებზე, რომელთაც არ სურთ ძლიერი ეკლესია საქართველოში. პროცესები კოორდინირებული ხასიათისაა და სხვადასხვა პლატფორმაზე პოლიტიკურ, საინფორმაციო და სამოქალაქო სივრცეში ერთდროულად ვითარდება, ამას ვხედავთ. ეს კი აძლიერებს განცდას, რომ საქმე გვაქვს არა ცალკეულ მოსაზრებებთან, არამედ უფრო ფართო კამპანიასთან. ვინ არის, როგორ ფიქრობთ, დამკვეთი, რა მიზანი აქვს ამ კამპანიას და რა მასშტაბები შეიძლება მიიღოს ამ კამპანიამ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ ინტერვიუს, მართლაც ძალიან საინტერესო ინტერვიუა. მე მინდა ბატონ შალვას მადლობა გადაუხადო ამ ინტერვიუს წამოწევისთვის, რომელიც ძალიან კარგად ასახავს მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში. საერთოდ რაც ჩვენი უძვირფასესი უწმინდესი პატრიარქი არ ყავს მისი თითეული სიტყვა, მისი თითეული ინტერვიუ, ეპისტოლე და გამოსვლა ჩვენთვის ერთი ასად გაძვირფასდა თითეული ჩვენთაგანისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც მას პირადად ვიცნობდით, მასთან პირადად შეხება ჰქონდა. რაც შეეხება ამ ინტერვიუს, სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო პარალელიც გამოჩნდა და მინდა ამის თაობაზე გაგიზიაროთ. 2004 წელია და ჩვენ გვახსოვს მაშინ რა ვითარება იყო საქართველოში. მაშინ, როდესაც 2003 წლის ბოლოს საქართველოში მოხდა რევოლუცია და აგენტურა მოვიდა ხელისუფლებაში. მაშინ ჩათვალეს მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და განსაკუთრებით აი NGO სექტორმა და პრინციპში ეს NGO აგენტურა მოვიდა მაშინ ხელისუფლებაში, ჩათვალეს, რომ მთელი ქვეყანა მათი იყო და შეეძლოთ ნებისმიერი გადაწყვეტილების გატანა. და სწორედ ეს არის ის პერიოდი, როდესაც პირველად კბილი მოუსინჯეს ეკლესიასაც და მაშინ რა თქმა უნდა ეს პირდაპირ ხელისუფლება არ ჩანდა, მაგრამ მათი მხარდაჭერით NGO აგენტურა პირდაპირ ახორციელებდა პირდაპირ თუ ირიბ შეტევებს ეკლესიაზე. რა თქმა უნდა უწმინდესის მისი მაღალი დიპლომატიის და მაღალი აკადემიზმის ასე ვთქვათ, რბილი განცხადებები და მისი სიფრთხილე ზოგადად ურთიერთობებში გამოწვეული იყო იმით, რომ ის პირდაპირ ამას არ ამბობდა, მაგრამ ეს ფაქტი იყო, რომ მაშინდელი
სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირ ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობდა ეკლესიას და მაშინ ძალიან რთული პერიოდი განვლო ეკლესიამ. და დღევანდელ დღეს რაც შეეხება ზუსტად აი ეს ადამიანები და მათი საცეცები მათი გუნდის წევრები, რომლებიც დღეს აქტიურობენ, ის რამდენიმე დღე გაჩომდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი განწყობა და მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩათვალეს, რომ დღეს პატრიარქი არ ყავს ეკლესიას და შესაძლებელია, რომ ისე იგივე რიტორიკით კბილი მოუსინჯონ ჩვენს ეკლესიას და ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ ამ განცხადებებით, გარკვეული განცხადებები უკვე სოციალურ ქსელებში რამდენიმე წავაწყდი, რომ უკვე დაწყებულია ეს კამპანია. მე მინდა უთხრა ყველას, რომ ჩვენმა ეკლესიამ ძალიან ბევრ განსაცდელს გაუძლო და გაუძლო ავტოკეფალიის გაუქმებას, გაუძლო კომუნიზმს და კომუნისტების რეჟიმს, როდესაც პირდაპირ ებრძოდნენ ეკლესიას. და ყველა ის სირთულე, ყველა ის სიძნელე გადაიტანა ჩვენმა ეკლესიამ, რომელიც მას უხდიდა განადგურებას და არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ერთიანობას, ჩვენი საზოგადოების ერთიანობას მოერევა, ჩვენს ეკლესიას მოერევა. და ნებისმიერი ის მცდელობა, რომელიც რაღაცა მორალური პედესტალიდან შეეცდება ნებისმიერი ადამიანი, რომ ჩირკი მოსხოს ჩვენს ეკლესიას და ეცადოს დააზიანოს ჩვენი საზოგადოების ერთიანობა, ძალიან ცუდად დაუმთავრდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ჩვენ გავიაროთ მშვიდად და საზოგადოება მთელი ჩვენი ქვეყანა გლოვობს პატრიარქის გარდაცვალებას და ჩვენ ვართ ყურადღებით. და პირველ რიგში ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვართ ჩვენი ქვეყნის შვილები და ჩვენი ეკლესიის შვილები და ჩვენ დავიცავთ ჩვენი როგორც ქვეყნის ინტერესებს, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესებსაც. ნახეთ, ეს შეტევა ეკლესიასა და მაგალითად მეუფე შიოზე უკავშირდება დიდი ალბათობით პატრიარქის არჩევას, რა პროცესიც არის წინ. როგორ ხედავთ ამ პროცესს? შეძლებს თუ არა აი ქართული ეკლესია მაქსიმალურად პოლიტიკისგან დისტანცირებულად წარმართოს პატრიარქის არჩევნები და როგორ უნდა დაიცვას თავი პროვოკაციებისგან, რომელიც ალბათ დიდი ალბათობით იქნება. და ხედავთ კიდევ ამას უკვე ამ დღეებშიც. მოგესალმებით, ჩვენი ეკლესია გახლავთ ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია და ის იმართება სინოდალური მმართველობით. ანუ ჩვენი ეკლესიის წინაშე მდგარ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს სინოდი. და ის რომ არსებობს სინოდალური მმართველობა, ეს გახლავთ ერთგვარი მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი საკუთარ საქმიანობაში, საკუთარ გადაწყვეტილებებში და ის ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და ის ვისაც უყვარს ჩვენი ეკლესია, რა თქმა უნდა, ყველასი ჩვენი ინტერესია, რომ ეკლესია იყოს დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში და ვისაც გამოარჩევს სინოდი და ღმერთი როგორც წინებებს, ის იქნება ეკლესიის ახალი საჭედპრობელი. და რა თქმა უნდა, ეს არის ეკლესიის გადასაწყვეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესია იყოს დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. ეს არის სახელმწიფო ინტერესი პირველ რიგში და ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ჩვენი ეკლესია უყვარს, რა თქმა უნდა, ამით ვართ ჩვენ დაინტერესებული, რომ ეკლესიამ საკუთარი ასე ვთქვათ, გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები თავად გადაწყვიტოს. ნებისმიერი ცდელობა იმისა, რომ ამ პროცესში შეტანილი იქნას გარკვეული და პოლიტიკური სარჩულები იქნას გამოგმული, არის ყოველად დაუშვებელი და მიუღებელი. ეს არის პროცესი, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეკლესია ღირსეულად, მშვიდად, დამოუკიდებლად, ისე როგორც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს საზოგადოებას ეკადრება, ისე მიიღებს და ისე გავუვლით ამ პროცესს. როგორ აისახება ეს პროცესი, როგორ ფიქრობთ საზოგადოების ერთიანობაზე და ზოგადად განწყობებზე? რატომ გეკითხებით, იცით, უკვე აი გაჩნდა მოსაზრებები მის თაობაზე, რომ რამდენად სამართლიანია თუნდაც საზოგადოების დაყოფა, აი ღირებულებების დამცველ უმრავლესობად და აი მათგან გამიჯნულ უმცირესობად. აი ხომ არ ამძაფრებს ეს პოლარიზაციას უფრო? საერთოდ მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ის რაც მოხდა ჩვენი უწმინდესის დაკრძალვის ცერემონიაზე იმ სამწიფლის დღეებზე, როდესაც მთელი ერი დაიძრა სამების ტაძარში, ჩვენმა ერმა ანახა უპრეცედენტო ერთიანობა. ერთიანობა ეკლესიის
ირგვლივ, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ეროვნული ღირებულებების და ჩვენი ქვეყნის ირგვლივ. ჩვენი ერი დღეს არის ერთიანი ისე როგორც არასდროს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებულია ჩვენთვის. ეხლა რაც შეეხება უმრავლესობას თუ უმცირესობას აქ ზოგადად ეხლა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში განსხვავებული აზრი შეიძლება ყოველთვის არსებობდეს და ყოველთვის იქნება უმრავლესობა, ყოველთვის იქნება უმცირესობა. ეს ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც 4 მილიონი ადამიანი ყველა საკითხზე თანხმდება და ყველა საკითხზე ერთ აზრზეა. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა გამოწვევებთან გვაქვს საქმე. სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე და ეს პრობლემები არის შემდეგი, რომ დღეს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთაც პირდაპირ ზულთ და პირდაპირ ებრძვიან ჩვენს ეკლესიას. პირდაპირ ილაშქრებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და მომართული არიან იმისკენ, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და რა თქმა უნდა ამას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს. როდესაც შენ მიგაჩნია რომ ხოშტარია იქნება, გიგაური იქნება, თუ ლომჯარია არის თურმე ქვეყნის ეროვნული გმირი, ქვეყნის მომავლის დამცველი, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ამ დროს შენ იგივე ადამიანი გამოდიხარ და უმაღლეს იერარქს, ეკლესიას აყენებს შეურაცხყოფას და რუსეთის აგენტობას აბრალებს. რა თქმა უნდა, აქ უკვე ყველაფერი გასაგებია და რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება ადეკვატურად შეაფასებს. როგორ გადააზღვევს ამას სახელმწიფო? სახელმწიფო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არის გამიჯნული ეკლესიის საქმიანობისგან. ეკლესია არის დამოუკიდებელი საკუთარ საქმიანობაში და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეკლესიამ მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს და რა ბუნებრივია ჩვენ მივესალმებით ეკლესიის დამოუკიდებლობას და ნებისმიერ იმ გადაწყვეტილებას რასაც სინოდი მიიღებს. ბატონ გიორგი, თქვენ ახლა საუბრობდით რომ გესმით ჩემი ბატონ გიორგი? სავარაუდოდ ბატონ გიორგის გაეთიშა ყური, ჩვენ დავემშვიდობებით და გადავალთ შემდეგ სტუმარზე ბატონი ბიძინა, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი იმყოფება ჩვენთან სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ ბიძინა, წინა სტუმარი ახლა საუბრობდა რომ ისეთი პროცესები მიმდინარეობს საპატრიარქოში და ზოგადად არა მხოლოდ იქ, იმიტომ რომ ცდილობენ რომ პირდაპირ ეკლესიის მიმართ დაიწყოს ერთგვარი შტურმი. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ პროვოკაციების თავიდან აცილება და როგორ შეძლებს ხელისუფლება გადააზღვიოს ის, რაც სავარაუდოდ დიდი ალბათობით მოყვება ახალი პატრიარქის არჩევნებს? ეს პირველი არ არის ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან მიმდინარეობს ქრისტიანული რწმენის სარწმუნოების წინააღმდეგ დევნა და ქრისტიანული ეკლესია ძალიან დიდი ისტორია აქვს და გამოცდილება ქრისტიანული ეკლესიის წინააღმდეგ დევნის მოგერიების აღდგენის, ერთიანობის და განსაცდელის, რა თქმა უნდა, ქრისტიანული ცხოვრების თანმდევია. ჩვენ როგორც ხედავთ და მაყურებელი და ყველა მთელი საქართველო ვაკვირდებით ამას, პროცესი არის აბსოლუტურად პოლიტიზირებული იმ ძალების მიერ, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებას უკეთებდნენ პროვოცირებას და დაფინანსებას. ეს იგივე ძალებია, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ძალიან სისტემატიურად და თანმიმდევრობით ებრძოდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს ბრძოლა ისევ გრძელდება და შევიდა ახალ ეტაპზე, როდესაც ამ ცხოვრებიდან გავიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც დატოვა თავისი მემკვიდრე, ტახტის მოსაყდრე და ამის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ის ძალები, რომლებიც ეს ერთი ცენტრიდან მართული ძალები არიან, რომლებიც პოლიტიკური ესე იგი დაყოფის დაპირისპირების და ექსტრემალური პოლიტიკური ჯგუფების დამფინანსებელი ძალები ეხლა გადაერთვნენ აი ამ ახალ თემაზე
და ნელ-ნელა დაიწყებენ რაღაც ახალი შფოთის შემოტანას ეკლესიაში, რაც სხვათა შორის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ რა მასშტაბზე შეიძლება გავიდეს ეს პროცესი? აი როგორც მე ვფიქრობ და არის ესეთი ალბათობა ამის, რომ როგორც ჩვევიათ მათ პოლიტიკურ არჩევნების დროსაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიარონ მათ არჩევნების შედეგები, შეიძლება რომ იგივე სცენარი გადაიტანონ ეკლესიის გარშემოც და თქვან რომ ეს არჩევნები, რომლებიც ჩატარდება სავარაუდოდ ესეა წესი, რომ 40-დან 60 დღის გარდაცვალებიდან 40-დან 60 დღემდე უნდა მოხდეს ახალი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და საქართველოს შესაბამისად საკათოლიკოსო ტახტის არჩევა. და იტყვია რომ აი ეს არ არის ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნებს, არის რამოდენიმე ისეთი შფოთის შემომტანი ეპისკოპოსი უკვე ჯერ მისი უწმინდესობა დაკრძალულიც არ იყო, ახალი გარდაცვლილი იყო, სულ რამოდენიმე საათიც არ იყო გასული გარდაცვალებიდან, რომ უკვე ერთ-ერთმა ეპისკოპოსის ხარისხში მყოფმა ადამიანმა თქვა, რომ აი იქ რაღაც დაიწყო, რომ მაშინ არ იყო სწორი ამ მოსაყდრის დანიშნა და ასე შემდეგ და ეხლა კიდევ მათ წამოიწყეს ის ჯგუფია გარკვეული, მე არ მინდა ეხლა რომ ჩამოთვალო და არც იქნება ჩემი მხრიდან ის სწორი, მაგრამ მათ ეხლა დაიწყეს კიდე რაღაც ანდერს ეძებენ. ანდერს რატო ეძებენ გაურკვეველია, იმიტომ რომ ადამიანმა თავის ხელი დანიშნა, დაწერა, ვინ იყო მისი მოსაყდრე და ესეთი სცენარი წარმოსადგენია, ესეთი შფოთი რომ შემოიტანო ქართულ ეკლესიაში, მაგრამ მე მინდა თელ საქართველოს გასაგონად და ამ ადამიანების პირველ რიგში გასაგონად თქვა ის, რომ ის რაც ჩვენ ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობებისას, ის რა ერთიანობას აჩვენა ქართულმა ხალხმა სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინაც, აი ესეთივე ერთიანობა იქნება საქართველოს ეკლესიის გარშემო, ასეთივე ერთიანობით და ერთგულებით და ერთი სულისკვეთებით დაიცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას ქართველი ერი და ამას წყალი არ გაუვა. ეს ნამდვილად ესე იქნება. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაიცვას თავი პროვოკაციებისგან ეკლესიამ? გასაგებია რომ ხალხი დადგება ეკლესიის. ეკლესიას ღმერთი იცავს. კარგით, გარკვეული მიზანი, რომელიც აქვს ამათ ეს არის კომპლექსური, როგორც მართული გუნდი ამბობს, კომპლექსური ქმედება, შეტევა ეროვნულ ინტერესებზე, ეროვნულ ინსტიტუტებზე და ასე შემდეგ ეკლესია, მთავრობის მიმართ და ხელისუფლების მიმართ შეტევებს უკვე დიდი ხანია ვხედავთ და ხელისუფლება ცდილობს მოიგერიოს ეს ყველაფერი. მიზანი რა არის საბოლოო ჯამში? მიზანი არის და ვინ არის ამ ყველაფრის დამკვეთი? ვინ ცდილობს ქვეყანაში ალტერნატიული პოლიტიკური რეალობის და ზოგადად ალტერნატიული რეალობის შექმნას? ამ ყველაფრის დამკვეთი არის ზუსტად ის ძალები, რომლებმაც არც კი მიუსამძიმრეს საქართველოს. თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს მიუსამძიმრა ყველამ ერთმანეთთან მებრძოლი და მეომარი ქვეყნების პირველმა პირებმაც კი მიუსამძიმრეს საქართველოს კათოლიკოსის გარდაცვალება და დააფასეს საქართველოს და ქართველი ერი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ძალიან გულმხურვალე და გულწრფელი ისეთი სამძიმარი გამოთქვა საქართველოსადმი. თქვენ ნახეთ ირანის სახელმწიფოს ელჩის პირდაპირ ცრემლი მომერია, მართლა რო წავიკითხე ამ ადამიანის რაღაც ისეთი სიტყვები იყო, რომ ძალიან ისეთი დადებითად განვეწყვეთ ჩვენ ყველამ, მაგრამ აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ევროკავშირიდან აი ყველა ისინი, ვინ ჩვენ გვარებით ვიცით, რაღაცა ესეთი ადამიანები, რომლებიც თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ, საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ღვარძლის მქონე ადამიანები, პოლიტიკური რაღაცა კლასი, რომელიც ბრიუსელშია ჩაბუდებული და რომლებსაც ერთი სიტყვაც კი არც ერთ მათგანს, არც ერთ სახელმწიფოს მათგან გარდა დაუშვათ იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც მუდმივად ეროვნულ ღირებულებებს და საქართველოს გვერდით განან, ეს სახელმწიფოები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჩვენი თანადგომით და არ გამოუქვეყნებიათ იმ ბრიუსელის არც ერთ ბიუროკრატს რაიმე თანადგომა ან ერთი სიტყვით პატარა ისაც კი რაღაც თანაგზნობის წერილი. აი ზუსტად ის ადგილია, საიდანაც მოდის
საზოგადოების დაყოფის, საზოგადოების ექსტრემალური პარტიების წაქეზების ინიციატივები, ფინანსები მათ შორის და არა მხოლოდ ინიციატივები და ვერბალური მხარდაჭერა, აქ მათი ელჩები აბა თუ გვახსოვს ჩვენ რაიმე საქართველოს ევროკავშირის საელჩომ გააკეთა რაიმე ისეთი განცხადება, რომ ამ ხელა ერთიანობას რო ხედავს რასაც მთელი მსოფლიო აღნიშნავდა. დაკრძალვაზე იყვნენ ელჩები. ნუ დაკრძალვაზე დიახ. თუმცა ეს ხო რაღაც ისეთი მოვალეობის მოხდის მიზნით შეიძლება ერთი ადამიანი ან ორი ადამიანი წავიდა, მაგრამ ისეთი ხმამაღალი განცხადება და ისეთი თანადგომა, როდესაც ხედავს ამ ხელა ეროვნულ ერთიანობას და გამოხატულებას ქართველი ერისას, თუ რას უჭერს ქართველი ერი მხარს, არა მხოლოდ გლოვობს და უკანასკნელ გზაზე მიაცილებს თავის უხუცეს პატრიარქს, არამედ ქართველი ერი ამავდროულად საკუთარ თავს სცემს პატივს და ატარებს ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე ატარებს რეფერენდუმს და გამოხატავს ყველა იმ ღირებულებებს, რასაც ის მხარს უჭერს. ამ დროს ისინი, რა თქმა უნდა, შორს იჭერენ თავს ესეთი პროცესებისგან და ზუსტად ეს არის ის ძალები, რომლებიც ცდილობენ ახლა ეკლესიის გავლით სულ მუდმივ ცდაში არიან. ან დაუშვათ რომელიმე ომი დაიწყება, იმ ომში უნდა ჩაერთოს საქართველო. თუ დაუშვათ იქ დაიწყება ორ შორს მყოფ სახელმწიფოს შორის ომი, იქ უცებ გამოჩნდება რომელიმე პოლიტიკოსად წოდებული პროვოკატორი და ავანტიურისტი და იტყვის, რომ ჩვენთან არის ტერორისტების სკოლა, აგერ არიან მარნეულშიო, კაცო, აქ არისო ეს ტერორისტებიო, იწვევენ ამ აგრესიას საქართველოზე და უნდათ რომ რამენაირად საქართველოში იყოს ის ცეცხლის წვიმა, რომელსაც ერთ-ერთი მათგანიც აი რაღაც ისეთი შპიონაჟის ფილმივით რომ მოქმედებდა იქ რაღაც საელჩოს მანქანებით რომ დადიან თითქოს და აი ესეთი ადამიანები თქვენ წარმოიდგინეთ რომ მუდმივად მზად არიან რომ საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ქმედებაში მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ იმ გარე პოლიტიკურ ძალებს რომლებსაც საქართველოსთვის სიკეთე არ სურდა და ეს ბევრჯერ დადასტურდა. ევროკრატების ახალი ნარატივია როგორ აი კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი მიგა გვარამი ამბობს რომ ხელისუფლებაში მოსვლაში დარწმუნებულია და ამბობს რომ ოპოზიციური ალიანსის სახით საზოგადოება სწორედ მომავალ ხელისუფლებას უყურებს. აი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება გიორგი ვაშაძეც, რომელმაც ეს ტელეეთერში გააჟღერა. მე ვფიქრობ, რომ ეგენი უფრო უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას აკრძალავს, მათ გაერთიანებას და დამთავრდება ეს რაღაც ქოლგასავით, რომ გაიშლებიან და შეიკრებიან რაღაც წელიწადში რამდენჯერმე მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია სრული კრახით. მათი პოლიტიკური რეიტინგი არის პლინტუს ქვემოთ, მათ არანაირი პერსპექტივა არა მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის არ აქვთ, არამედ მათ არ გააჩნიათ არავითარი პერსპექტივა არც საქართველოში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათი ერთადერთი პერსპექტივა არის ის, რომ შეინანონ, მოუხმონ თავის საკუთარ თავს და რაღაც პროფესია შეიძინონ ისეთი, რითაც შეუძლიათ საკუთარი თავი არჩინონ მომავალში. თუმცა მაინც აქტიურობენ, პოლიტიკური აქტიურობა აქვთ, მაგალითად დღეს საქართველოში მყოფ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეულის ხვდებოდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრის ამ აქტიურობისა საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს რომ გადატვირთვის პოლიტიკის დაწყება სურს სუფთა ფურცლიდან შტატებთან. როგორ ფიქრობთ სამომავლოდ რა სიგნალებს რა მესიჯებს ველოდებით? იცით აი უყურეთ თქვენ რა შესაქმე ხელისუფლება მაინც ინარჩუნებს იმ ხაზს და იმ მიმართულებას რასაც ჩვენ ძალიან სკეპტიკურად უყურებთ. აი ეს რაღაც ევროცენტრული დასავლეთის მიმართ აი ესეთი რაღაც დამოკიდებულება რომ აი ჩვენ გვინდა ოღონდ იქიდან ცოტა რაღაც სიგნალი მიცენ ან გაუღიმო და აი იტყვიან რომ ისე კი ჩვენ სუფთა ფურცლიდან რანაირად დავიწყებთ ჩვენ ურთიერთობას ან ევროკავშირთან ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან რომელმაც ერთმა საქართველოს მიცა კანდიდატის სტატუსი და მე ეს სტატუსი გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის, ზეწოლის და პოლიტიკური ტერორის
პირდაპირ რო ვთქვათ, ეს დავარქვა თავის სახელი პოლიტიკური ტერორისტათვის და მეორემ ცალმხრივად გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. რანაირად უნდა დავიწყო თავის არ ყოფილა აქამდე ეს ყველაფერი? ეს ხო არ არის დაუშვათ რაღაც ძველი თაობის რო ვთქვათ რაღაც საშემოდგომო გამოცდა რო გამოყვებოდათ ხოლმე და ან ორიანს გამოვასწორებ ან რაღაც ეს ხომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზეა ლაპარაკი არა ეს არ შეიძლება ცარიელი ფურცელი შეიძლება ვთქვათ რომ გადატვირთვა ეს ობამა მოიგონა ობამას ადმინისტრაციამ ეს გადატვირთვა საქართველოს რაც სისხლში ჩაახშვეს და საქართველოს აბანავეს სისხლში იმ პროვოკაციის დროს 2008 წელს შემდეგ მათ გამოიყენეს ეს ტერმინი გადატვირთვა. ეხლა ჩვენც იგივე ტერმინი არ უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს წინააღმდეგ უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა, როგორც ბრიუსელიდან, საბედნიეროდ ტრამპის ადმინისტრაციიდან ჩვენ არ გვახსოვს ისეთი ისტორიები, რასაც კადრულობდნენ ბაიდენის ადმინისტრაციიდან, რომ იქ იდგნენ და ყოველკვირეულ რაღაც ბრიფინგებს უძღვნიდნენ საქართველოს, მაგრამ ამას ნოლიდან ვერ დავიწყებთ ჩვენ. ამას ჭირდება გააზრება, ამას ჭირდება სწორი დასკვნების გამოტანა ჩვენგან და პირველ რიგში ჩვენი ორიენტაცია არა იმაზე, რომ დაუშვათ ვინ ჩამოვა და რას გვეტყვის ჩვენ, რომ აი მოდი იქნებ მოწყალეთ გაგიღიმოთ და რაღაც. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ორიენტაცია საკუთარ თავზე და უახლოეს მეზობლებზე. აი აქ გვჭირდება ჩვენ პირველ რიგში სწორი კოორდინაცია მათთან და სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება. და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა პრიორიტეტები, ამის შემდეგ განისაზღვრება მხოლოდ ის პრიორიტეტები, რომელიც შეიძლება კონდეს ან ბრიუსელს, ან ვაშინგტონს, ან სხვა რომელიმე დედამიწის ზურგზე ყოფ სახელმწიფოს. ძალიან დიდი მადლობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი იმყოფებოდა ჩვენთან სტუმრად. ასეთი იყო მოვლენათა განვითარების ქრონიკა ამ დროისთვის მე შაბათ ამ დეგებში დავებით.